Sadəcə დილში საათზე იწყება. უცებ გავრეცხე, რაც გქონდა სპორტული სარეცხები, ხვალისთვის მზად რო იყოს, დავლია ყავა, კრეატინი და მიდივარ. გარეთ ღამეა კიდე, მაგრამ ავტობუსები უკვე დადის. სადღაც კილომეტრ-ნახევარი არის სახლიდან დარბაზამდე. დილში 7 საათზე დაიწყო პირველი ვარჯიში, მათიდან აი ნახეთ რამდენი ხალხი არის 7 საათზე. Then when you move out, before the jump, you move out again. And move out again. საათზე მეტი ქონდა მუშაობა, მხოლოდ ერთი კომბინაციის. ვარჯიშმა ჩაიარა 7 საათზე, 12 საათზე, ასევე შვალედებში იყო წონებით ვარჯიში და საღამოსაც ვარჯიში იქნება ან ჭიდაობა, ან ასევე ფუნქციონალური ვარჯიში. აი რა უკვირდები, ალბათ შემიძლია თამამად თქვა, რომ აქამდე მე არ ვარჯიშობდი, თამაშობდი, აი ეგ არის ნამდვილი ვარჯიში. ესეც საჭმელს მოაძლევენ, ეგ არის ფილე და ბრინჯი, ან ფილე და მაკარონი. საკმაოდ სასიამოვნო არის, ოდესაც ესე ზრუნავენ შენზე. შეგრძნება მაქვს, რომ ამ დარბაზში ვცხოვრობ უკვე გამოვედი ბნელო და ეხლაც ბნელა. აი ნახეთ, ეგეთი ველოსიპედები აქვთ ყველას და ამით მოძრაობენ, ნახევრად ელექტრონული არის. საინტერესო კულტურა არის მრავალ მხრივ. მომავალში მექნება შესაძლებლობა დროის მხრივ, რომ უფრო კარგად დავათვალიერო ცენტრი და აუცილებლად ამაზეც ვიდეოს გადავიღებ. ავტობუსებში ძალიან საინტერესო სისტემა არის, უნდა გადაიხადო, რომ შედიხარ და რომ გამოდიხარ. თუ რომ გამოდიხარ, არიხდი, მაშინ წაგართმევს მაქსიმალურად დიდ თანხას, ანუ ყველაზე გრძელი გზის დაითვლის. ძალიან უცნაური და ლამაზი ხიდია ეს მდინარე და აი ამ სახლში ვცხოვრობ. ეს არის Fighter House Mike Jimmy's. და ბოლო მომენტი სახელურები არ აქვს კარებებს, იგივე იღება გასაღებით. ბიჭებმა მასწავლეს სტრაფის საშუალება, თუ როგორ უნდა მოხარშო რთულ პირობებში კვერცხი. ხარშავთ ჩაინიქში. პირველად ვაკეთებ, იმედია გამომივიდა. ესეთი საჭმელები მელოდება. დილის დროს დადგა, მე ხვალ უნდა ავდგე ალბათ 5 საათზე ან შედარებით უფრო ადრე 5:30-ზე, რადგანაც 7 საათზე უკვე იწყება პირველი ვარჯიში კრივში, შემდეგ 12-15 აკლია კიკბოქსინგი, შემდეგ ძალისმიერი ან ფუნქციონალური ვარჯიში და საღამოს ასევე არის კიკბოქსინგი და ჭიდაობა. საინტერესო გამოცდილება მივიღე ვარჯიშების ჩატარებაში, მომზადებაში, თვითონ ფიტნესის როგორ მუშაობს და
ბევრი სიახლე დავინახე, რასაც აუცილებლად გადმოვიღებ უკვე ჩემ დარბაზში.